ქართულ სულში ჩაგვაფურთხა იმენა რა. ეხლა წარმოვიდგინეთ ტიპი იძახის უკრაინაში, იძახის ინტერვიუში, რომ თბილისში რო ჩავედიო, აი ესეთი ქუდებით დადიოდნენ. იქ ფხეროდე, ცეკვავდე. ზელენსკი რო აშაყირებს საქართველოს იმაზე, რა ქვია, 2008 თვითონ როგორი დამოკიდებულება ქართველებთან და საქართველოსთან რა. იმას როგორ დაურჯერო მე, რომ იმას უყვარვარ მე. ჯერ ეს ერთი და მეორეს ერთი ჩვენ რაღაცა ხო ჩვენ გავიარეთ ხო რაღაცა იქ ზუსტად ანალოგიური დაემართა უკრაინას რაც ჩვენ დაგვემართა 90-იანებში რა გადააგდეს პუჩი მოაწყვეს ამერიკელებთან თუ გასავლეთთან და შეაჭამეს ბგელა და მაშინ დაიკარგა ეს ყირიმი თორე ეგ რო არ მოხდარიყო ყირიმი არ დაიკარგებოდა ისევე როგორც ჩვენთან აფხაზეთი დაიკარგა და ოსეთი რა აბარა რაღაც მაგალითები ხო არის მაგალითები ხო არა ხო უნდა ისწავლო რაღაცაზე კაცო და ეხა ისევ იგივეში გაჩალიჩება უნდა ჩვენთვის უნდათ წარმოიდგინე რომ აქ რაღაცა ფორმით რავი სულ ერთია რა ფორმით არაბების შემოსვლის ფორმით თუ იმითი თუ ამითი თუ აი რასაც აკეთებენ რომ რაღაც არეულობა მოხდეს და მორჩა რა აგერად გადა 20 კილომეტრში დავიღუპები აგერად გადა 20 კილომეტრში რა და კიდე კაი რომ ამას ხვდებით უმრავლესობა რა მხოლოდ და მხოლოდ მაღაზე ვარ რომ ჯერა რომ რაღაცა როგორ ცხოვრობთ და როგორ ვართ რა როგორ მე ძალიან მადლობელი ვარ რა გეფიცები მადლობელი ვარ უფლის რომ აი ეს ქვეყანა კიდევ აი ასე ვარ და კიდევ არსებობს ხალხი რომელთაც შეუძლიათ რომ იაზროთ ეგ არის რა ეგ არის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ზოგი ხო იძახის რომ აი რა მაგარია იქ ბიძინა რა მაგარია როგორ ბიძინა ვერ იქნებოდა მაგარი თუ ხალხი მაგის გვერდზე აბარა თავარი ამბავი აქ ხალხია რა აბარა ეგ არის ფარი ბიძინასი რა ახლა შემოტევების დროს რა ხალხი აბარა ყველა არავინ არ მოგწევს ეგერ ხალხი იყო როცა ბიზინა მოვიდა ის გაუშვა ბიზინა მოვიდა ხალხი არ მე იმას გქონდა თუ ხალხს არენდომები არ ბიზინა კი არა სტალინი აღარ უნდოდა კი ბატონო ეგ არის ყველაზე უფრო დიდი მიღწევა ჩვენთვის ეგ არის რომ ესეთი კრიტიკული აზროვნებით და ესეთი იმითი დგავართ ფარად დგავართ ჩვენ ქვეყანას რა ვინმეს კი არ დგავართ ამ ბიზნესს და ან ვინმეს რა ვიცი ახელისუფლებას ფარად დგავართ და ჩვენ ქვეყანას რა ჩვენ ქვეყანას აბა მე ჩემს თავში ვგზნობ აი რამხელა რაღაცას ვგზნობ რაღაცაზე უარის თქმა რომ შეგვიძლია რაღაცაზე რომ შეგვიძლია რომ მიუთითოთ თქვენ აი ამას აკეთებთ ბოდიში მოგვიხადეთ ხო იყო ხა პარლამენტის თავმჯდომარე გამოსული იყო და ბოდიში მოგვიხადეთო ამაზეო რა აი იცი რამხელა აი გზნობა გასაგვირა იმ BBC-საც ხომ მიწერეს და სად ის აი ეს ალფეხზე ვიხტუნავებ და ყველაფერი უნდა შევასრულოთ რასაც ისინი გვეტყვია და ჩემი პეხები არიან რატო უნდა შევასრულო ეს მაგიჟებს ასკინკილით როგორ რატო უნდა იარო ბიჭო როცა დგახარ შენ დგახარ შენ მიწაზე დგახარ მყარად ყველაზე მთავარი რამე არის მაინც ნაპოლეონს გადაუდგა საფრანგეთი ბიჭო რამდენი გაუკეთა და ყველაზე მაინც მნიშვნელოვანი არის ის რომ აი ამ ღირსების აღდგენა რა აი რაც მოხდა ამ 12-13 წელიწადში აი რაც უქნეს და რაც გვიქნეს საერთოდ ქართულ სულში რომ ჩაგვაფურთხეს და ნელ-ნელა რომ ამოძირკვა დაიწყეს ჯერ დედაენის მერე ღვინის მერე ბრუნდება კიდე ფასეულობები მერე ამ ავტორიტეტებს მიადგენ აგი გალორკიფაინზე ისე ყველა ამოძირკვა დაიწყეს ყველაფრის გესმის და ეს ღირსება ბოლომდე ჩაკლეს რომ ჩავკლავთ ამაში ამ სულს მაგრამ ვერ ჩაკლეს რა იმიტომ რომ ხალხი ბრძენია და უპირისპირდებოდით ხო რამდენი სისხლის ფასად რამდენი სანდრო გირგულიანების და გუტაროვის ფასად რამდენი საკანში მოსული სტუმრების ფასად რამდენი პატრიარქის შეურაცხყოფები აბა მაინც ვერ მოერიან რა ის კი ატყვილა კი არ თქვა იმას სულსა მოგხდითო იმ გივით არ გამაძებდა თქვა რა აი მე მაგას ჩალიჩობდნენ მაგრამ ვერა რა ლევანმა რომ მითხრა ადრეც მოვყევი ეგ ამბავი რომ დედაენა მეთქი დედაენას რას ერჩოთენ მეთქი რა და ო დედაენასო მაგათმა ვერ გათვალესო რომ აი ის მე აი თითი მოდის რა ხო და ზუსტად ესე
დაუტრიალდეთ ყველაფერი რა. ზუსტად ესე დაუტრიალდეთ ყველაფერი რა.